გამარჯობა, ეს ვიდეო განკუთვნილია მორიელებისათვის, გთავაზობთ 2025 წლის ტარო პროგნოზს. ნახოთ, როგორ იქნება თქვენთვის ფინანსური მდგომარეობა, როგორ იქნება სასიყვარულო სფერო, ფინანსები, ზოგადი ენერგიები და ტაროს რჩევა. შესაძლებელია თქვენ გქონდეთ ძალიან ბევრი გეგმა, ძალიან ბევრი იდეა და მიდრეკილი იყოთ აი ამ ყველაფერზე, რომ ძალიან ბევრი ისაუბროთ. თქვენს მეგობრებთან, თქვენ ახლობლებთან, თქვენ კოლეგებთან მუდმივად გასცემთ ინფორმაციას თქვენი გეგმების შესახებ, თქვენი ბიზნეს იდეების შესახებ, თქვენი ფინანსური წყაროს ან ფინანსური გეგმების შესახებ და ძალიან კარგი იქნება თუ ცოტა დაფიქრდებით ამ მიმართულებით და ცოტა უფრო თავშეკავებულად გააზიარებთ ინფორმაციას თქვენი ფინანსების შესახებ. რამდენად ბევრი გაქვთ და რამდენად ცოტა გაქვთ. იმიტომ რომ ეს არ იქნება თქვენთვის სასარგებლო, ეს არ იქნება თქვენთვის სიკეთის მომტანი. ზოგადადაც თქვენ შესაძლებელია ხართ ისეთი ადამიანი, რომელსაც უყვარს ბევრი ლაპარაკი, ზოგადად მორიელები ასეთი ტიპები არ ხართ ხოლმე, მაგრამ ვინც ახლა ამ გაშლას უყურებს, შესაძლებელია ეს მახასიათებელი გქონდეთ. იყოთ ძალიან აქტიურები, როგორც თქვით, ბევრს საუბრობდეთ, ან შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში შემოვიდეს ძალიან სწრაფად გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც ექნება ესეთი მახასიათებელი, სწრაფად აზროვნებს, სწრაფად მეტყველებს, სწრაფად მოძრაობს, არის ესეთი სხარტი ბუნების ადამიანი, ჭკვიანი, ოღონდ სიღრმისეულად ჭკვიანი არ არის უცბად ზედაპირულ დონეზე, ანუ შეიძლება გქონდეს ძალიან კრეატიული იდეები, კარგად სწრაფად ნახოს რაღაც სიტუაციიდან გამოსავალი, იყოს ძალიან კომუნიკაბელური, შესაძლებელია ან თქვენ ხართ ასეთი, ან ასეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც იქნება თქვენთვის ფინანსების წყარო, აი ესეთი სახით შეიძლება მიიღოთ ასევე ფინანსები, მაგალითად თქვენი საქმე დაკავშირებული იყოს კომუნიკაციასთან, სწრაფ გადაადგილებასთან, სწრაფ გადაწყვეტილებების მიღებებთან, აი ამ სფეროთი მიიღოთ ფინანსები და ამავდროულად კარგი იქნება თუ თქვენ ფინანსურ მატერიალურ კეთილდღეობას გაუზიარებთ ქალბატონს, შეიძლება იყოს დედა, მეუღლე, ოჯახის წევრი ქალბატონი, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, თქვენი ფინანსური მდგომარეობის განმკარგავი, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა განაწილოს ფინანსები ისე, რომ თვითონაც იყოს ძალიან კმაყოფილი ამ ყველაფრით და მის გარშემო მყოფი ადამიანები ცხოვრობდნენ ხარისხიანად, კომფორტულად და დოვლადში. ან ძალიან კარგი იქნება თუ თქვენ ასეთ თვისებებს გამოიჩენთ და გამოიყენებთ. შესაძლებელია ფულის შოვნის მომენტში, ასე ვთქვათ, გამომშვების მომენტში თქვენ იყოთ ძალიან აქტიური, ცოტა ზედაპირული, უფრო კომუნიკაციის მოყვარული, რომელიც არის ისეთი ქარივით ხანი, ხანა ქარი, ხანამ საქმეს აკეთებს, ხანამ საქმეს აკეთებს, მაგრამ რაც შეეხება ფინანსების გადანაწილებას უკვე და მიმართულების მიცემას თქვენს მიერ გამომშვებული თანხების, კარგი იქნება თუ აქ უფრო იქნებით პრაქტიკული, უფრო იქნებით მიწიერი და უფრო თანმიმდევრულად გადაანაწილებთ თქვენს სამატერიალურ კეთილდღეობას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, თქვენ შესაძლებელია იყოთ ახალგაზრდა ადამიანი, ან ურთიერთობა დაიწყოთ თქვენზე ასაკით პატარა ადამიანთან. შესაძლებელია ეს ურთიერთობა დაიწყოს სამსახურში, რაღაც ისეთ ადგილას, რაც დაკავშირებული იქნება საქმიან გარემოსთან, ფინანსებთან. შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოთ, ან ახალი ადამიანი გაიცნოთ ესეც საქმიან გარემოში და ეს ახალი ურთიერთობა თქვენთვის იქნება ერთგვარი დამაბნეველი, ცოტა დაიბნევით ამ ურთიერთობაში, ცოტა რაღაცების შეგეშინდებათ და შიშით აღივსებით, ეს იქნება უფრო მეტად გაზვიადებული შიშები, ვიდრე რეალურად იქნება საქმე, ან ცოტა უფრო ემოციურად მივდგებით ამ თემას და ძალიან ბევრს იფიქრებთ აი ამ მიმართულებით. რეალურად კი ეს ურთიერთობა თქვენთვის იქნება ერთგვარი შეჯამება, ერთგვარი
ტრანსფორმაცია, ერთგვარი ანალიზი იმისა, თუ რამდენად სწორ გზას ადგახართ. ეს იქნება კარგი მსაჯული თქვენთვის, რამდენად სწორად იქცევით, რამდენად სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ თქვენ პირად ცხოვრებაში და ეს ახალი და პატარა ურთიერთობა, ეს რაც ახალი საწყისი, ნათელსურად შეგიქმნით იმაზე, თუ რა უნდა გააკეთოთ მომავალში იმისათვის, რომ თქვენი პირადი ცხოვრება სწორად განვითარდეს და აქამდე რამდენად სწორად იქცევდეს. ეს არის ერთგვარი განკითხვის მანიშნებელი, შეფასების მანიშნებელი და ძალიან კარგი შეფასება იქნება თქვენთვის და კარგი იქნება თუ ამ სიტუაციას სწორად გამოიყენებთ და სწორ ანალიზს გაუკეთებთ თქვენს პირად ცხოვრებას, თქვენს გადაწყვეტილებებს და თქვენს ადამიანებს გარშემო მყოფ ადამიანებს. ზოგადად არ იქნება მორიელებისათვის მარტივი წელი, შეიძლება იყოს რაღაცა გამოწვევები, პატარა კონფლიქტური სიტუაციები, კონკურენცია და აქაც უნდა დაფიქრდეთ და გაანალიზოთ რა არის დასატოვებელი წარსულში და როგორ უნდა წახვიდეთ წინ, საით უნდა წახვიდეთ, მაგრამ წინ ისე ვერ წახვალთ თუ უკან არ მოიტოვებთ იმას, რაც წარსულში არის დასატოვებელი და აი ამ გზაზე თქვენ დაგეხმარებათ ადამიანი, რომელიც შესაძლებელია იყოს რელიგიური მოღვაწე, თქვენთვის ავტორიტეტი, პიროვნება, რომელსაც რჩევას კითხავთ, ან სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ან რელიგიური პირი, ან უბრალოდ ავტორიტეტი, რომელიც თავისი განვლილი გზით, თავისი სტატუსით, თავისი განათლებით, თავისი სიბრძნით არის ძალიან კარგი მრჩეველი, ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ რჩევა აიღოთ მისგან, აზრი კითხოთ, ჭკუა დაეკითხოთ და ესეთი ადამიანი თუ არსებობს თქვენს ცხოვრებაში, კარგი იქნება თუ მის აზრს გაითვალისწინებთ და გვერდში ამოიყენებთ და გაითვალისწინებთ მის მოსაზრებას თქვენ ცხოვრებასთან დაკავშირებით. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა გაიაზროთ პირველ რიგში, ვინც რაც არ უნდა გითხრათ, თქვენ თავადაც უნდა გაიაზროთ, რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, საით უნდა წახვიდეთ, უბრალოდ ამ გზაზე, როდესაც გყავთ კარგი მრჩეველი, ეს რასაკვირველია ძალიან ბევრს ნიშნავს. აი ესეთი წელი გექნებათ მორიელებს, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას და ყოველივე კარგს. დიდი მადლობა ყურებისათვის. ნახვამდის.